გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხარ ხონდა იარაღის მოყვარულებო. როგორც იქნა გაზაფხული დაგვიდგა რა. ცოტა კი ციოდა ღამდება, მაგრამ ეგ ჩვენ არ შეგაშინებს. აი ესეთი იარაღი გვაქვს. R15-ის ბაზაზეა ამერიკული იარაღი. AT Milsport ეგრე ქვია რა. American Tactical Milsport. არ ვიცი როგორ აბრევიატურა როგორ არის. მაგრამ არის მოკლე, ანუ თუ ესეთი იარაღი აქვს, აი ესე იზომება. თუ ამაზე მოკლეა, ანუ გაგიზომავენ რა. 51 სანტიმეტრზე ნაკლები არ ნოყოს. ეს არის თოჯინასავით იარაღი. რამე რო იყოს, არ ვიცი თუ რამეში დაგჭირთ. ეს შეგიძლიათ მოხსნათ და ეკნებათ სადღაცა 40 სანტიმეტრიანი პატარა იარაღი. კალიბრია 5.56 NATO სტანდარტი. გაჩვენებთ ვაზნას. აი ესეთ ვაზნებს ისვით. M4 M16 რასაც ვიტყვი, NATO სტანდარტი ვაზნა. ჭიდი. თუნუქის მჭიდია. აი ყოჩაღია მოკენ მჭიდებზე არ მინდა გავრცელდე. რატომღაც ეხლა ისეთი ტენდენცია რო ყიდიან. ერთ მჭიდს ატანენ თუნუქისას. აი ესეთი პლასმასებიც არის, რომ ნებისმიერი წავა ამაზე რა. თუ დაგჭიდათ. ეხლა მე რო ამის მჭიდზე ბევრი ვილაპარაკო, არ იქნება მართებული. მოდი თვითონ იარაღზე ვილაპარაკოთ. არის პატარა. გემრიელი სახმარი იქნება ალბათ. ყიდვის დროს სამი ზნეები არ მოყვება, მე პატრონი ვიყიდე 250 ლარი მივეციო სამი ზნეებში. იარაღი გიდა 3000 ლარი. შესახედავთ არის ლამაზი ზემოდან თლიანი აი აქამდე პიკატინის თამასა უყერია და წინ კიდე თამასა ქვემოთ დაჭრილია რის ის საშუალებას იძლევა რომ აქ პიკატინის თამასა რო დადგეს შეგიძლიათ ქვემოდან ფანარი დაუყენოთ ან ლაზერი ეს ჩიტის ბუდეს რო ეძახიან ამერიკელები უყენია ავტომატური სროლის ტენდენცია კაი შეხედეთ ქვემოდან დაჭრილი არ არის ზემოდან დაჭრილია ამ თუ ავტომატურად ისვრით რაღაცას ეს ნახევარად ავტომატურია ტენდენცია აქვს რომ იარაღი ზემოთ ააგდოს ამიტომ ქვემოთ რახან ესეთი რაღაცა მთლიანი და ზემოდან ჭრილი გაზი გამოვა გარეთ ანუ იმიტომ არის გაკეთებული რომ დაასტაბილუროს იარაღი ერთ ადგილზე ეხლა კიდე რა მინდოდა თქვა კონდახი უყენია 1 2 3 4 5 ხუთი პოზიციაზე შეგიძლიათ გამოწიოთ, მაგრამ ეს კონდახები იყიდება შეგიძლიათ ესეც გამოცვალოთ თუ არ მოგწონთ. ჩვეულებრივი ტელესკოპური კონდახია. ძალიან ისეთი იარაღია, როგორ თლიანად არის ესეთი პატარა კომპაქტური კაია შენობებში, ისეთ ადგილებში, სადაც ტყიანი ადგილია და თქვა შორმანძილზე სულ არ გწიდებათ. სანადიროდ როგორც რომ თავდაცვის იარაღია რა. სანადიროდ რავია, რა გითხრათ. ესეთი პატარა მლულით 20 სანტიმეტრი ლულა, 22 სანტიმეტრი. დიდ კარაბინებთან ვერ მოვა რა, მაგრამ გადის კარაბინის კლასში. დანარჩენი ყველაფერი აქ. ჭიდის ამოსაგდები. ჭიდი ვნახოთ, ცარიელია, დაუყენებ ჭიდს. აი ესეთი შესახედავი უკვე ჭიდით. 30-იანი მჭიდია, შეგიძლია მოკლე მჭიდის დაუყენოთ 10-იანი მაგალითად, ან 20-იანი. 1000-იანი ვარიანტებია რა. მჭიდის გამოღება ხდება აქედან, ანუ მეორე მხარეს არა გამოსაგდები, მარტო აქედან აქვს. მჭიდი გამოიღეთ. სროლიზოს მორჩება, გადატენილ მდგომარეობაში რჩება და მჭიდს რო გაუკეთ, აი ბერკეტს დააწვევით, რომ ლულის არხში წაიღოს ვაზნა. აქ ჩაულებრივ კლასიკურ ემოციებს აქვს. Safe და fire, ანუ ცეცხლი და მასე დაყენება რა, მცველზე. თუ ჭიდი არ უყენია, fire-ზე არ გადავა. ანუ ეს ბერკეტი არ იმოძრავ. ჭიდს რო გაუკეთე, მე ამოძრავდება. დანარჩენი. აი ეს პანჯარა, როგორც M9-ს R15-ს კლასიკურად
ეს იყოს დაკეტილი რომ მტვერი არ შევიდეს უკან გამოსაწევი ხელის არ ვიცი ახლა რატო დაიწყო ესეთი რაღაცები მაგრამ აი აქ ბერკეტი რა ამას რომ ჩამოწევთ მაშინ იღება ანუ აი აქედან ვერ იზამთ რა ანუ თუ მომარჯვებული გაქვთ ცალი ხელით ამას ვერ გადატენით ორი თითი უნდა რაც არ მომწონს აი რატო მაიძულებ ეს რატო უნდა იყოს საერთოდ ჩაკეტილი მე რომ მკითხო აი რატო ხო ვთქვათ ესე მაქვს იარა და გადატენა მომინდა ცალი თითი მოკიდე ხელი და tkapუცებ გადავტენი არა ეს გაძალებს ან აქედან მოკიდე ხელი ან ორივე თითი ჩაყავი რომ გამოხაჩო რა რაც არ მომწონს რაღაცა მომარჯვებული მაქვს აქედან ირჩევნია რომ აქედან გადავტენო ესე უცებ გამოგწი არა ნუ რატომღაც ეგრე გადაწყვეტეს ბევრი არაგებზე მინახია ახლები რაც არის რომ აი ეგეთი რამე ჭის მოდი გადავტენი მშალზე ნუ ატკაცუნეთ ხოლმე მაგრამ ახან ვიღებ აქ ზოგიერთი პროფესორი მწეს რომ ვაიმე ეს რა დღეში ხარ არაფერ დღეში არ ვარ მინდა რომ გაჩვენოთ რა მოდი აი თითით გამოწევ ახლა სასხლეტი გამოწევის დროს არ მოძრაობს ანუ ლუფტს რო ეძახია რა რაღაცა არ მოდის გაშიშებული როგორც სპორტული იარაღში სადღაც კილო ნახევარი ძალა გინდა აი პროგნოზირებადაც ისვით ხო არის მოკაჭო მერი ეს არა აი გაქოვებულია გამოწევით და tkapდა ეგრევე პირდაპირ ისვის აი ეს ფერმასავით რაღაცა რო უყენია ლამაზი კია მაგრამ ნუ ეგ კიდე ვიტყვი რომ მტვერი და ტალახი თუ შევიდა და რაღაცა მერე გამოსასუფთავებელი გაგიხდებათ აქ უყენია ჭანჭიკები ამას მოხსნით ეს წინა ძურება თლიანად შეგიძლიათ მერე რულა აიღოთ და გაწმინდოთ დანარჩენ შიგნეულობაზე დიდხანს აღარ შევჩერდები იმიტომ რომ ის არის რა ქვია ჩვეულებრივი R15-ია შეგიძლიათ ნებისმიერ ჩემ ვიდეოში შევცვალოთ 15-ია ამის დაშლაცამა გაწმენდას და ყველაფერი გადაღებული თუ არ დაიზარებთ ამიტომ არ დამძრახოთ ამის გამო ეხლა საკიდარზე ვილაპარაკოთ აი აქ ესეთი რკინა ორი საკიდარი აქვს წინ არა აქ არაფერი დასაკიდი არც უნდა ესეთი პატარა რაღაცა რომ მხარიღლივ რო ჩამოიკიდოთ აი ეს ზონა იარაღი გექნებათ აი აქ ჩამოკიდებული ანუ ესე ჩამოვა და პირდაპირ ამაზე იქნება დაერთებული ანუ სიარული დროსაც ხელში არ შეგიშლით და თუ რამეა პირდაპირ მოიმარჯვეთ აღარ გინდათ ხელი გაუშვით პირდაპირ აქ ჩამოეკიდება ეხლა ეს კარაბინი არა რომ მხარიღლივ რაღაცა გადაიკიდო და რაღაცა მოდი ეხლა ვისროლოთ ხო მე პატრონემ კიდე ძალიან სამწუხარო რამე გითხარო აი ესო ვიყიდეო ჩემი თო და ავიღე და დავაყენეო აი ესენიო და გასწორებული არ მაქვს ამიტომ ცოტა მარცხნივ მიაქო მაგრამ ძალიან ისეთი საჭუჭბანოა რომ ერთგვაროვნად ვესვრი რა გასწორებული ვარ იარაღი ძალიან საწყენია სამცალა ესე ტყვია ჩავდებ და ვნახოთ ახლა გარტყმა არ გარტყმაზე ხო ჩემი განხილვა არ არის არა იარაღის განხილვა ჩემ ძალიან ბევრი იარაღი მაქვს მასწავლი ამიტომ ჩემ იმას მოგახსენებთ რა შეგრძნებებს თვითონ როგორ იქნება და თვითონ სახმარად როგორი მანამდე სანამ ეს იქნებოდა ხო შესახედაოდ რავი დამეწმუნეთ რომ ლამაზია რა პატარა კომპაქტური ამის ტარების უფლება გაქვთ ჭიდი მოხსენით და მანქანაში შეგიძლიათ გეტოთ ჭიდით უზედ უკეთია და რაღაცა მაგაზე სიცხის სამართლის საქმე შეიძლება აღძრან დაშენ მდგომარეობა შეგიძლიათ გადაიტანოთ სადმე ბუნებაში გაიტანოთ ისროლოთ კაი მოდი ახლა ამას გავტენი და 35 მეტრიდან ცოტა ბინდიკია მაგრამ 35 მეტრიდან ვისვრი და ვეცდები რომ რავია ვარეულიაო სოლას მორჩები გამოიღეთ ჭიდი ნახეთ მე თვითონ ფიზიკურად ჩაიხედეთ შიგნით იარაღში ყველა ჯერზე როცა კი სოლას მომჩევით მოხსენით დარწმუნდით არ არის ბინდიან რაღაცა ეჭვი გეპარებათ და ეჭვი ყოველთვის შეიტანეთ იმაში რომ ტყვია შეიძლება იდოს თითი ჩაყავით მოსინჯეთ რომ თვითონ არხში ტყვი არ არის და
ეს აღარ დაკეთოთ, შეგიძლიათ წაიღოთ. ეხლა წამოვნახოთ როგორ მოხდა. ეხლა გეტყვით შეგრძნებები როგორია. რყევა მიუხედავად იმისა, რომ თვითონ იარაღი არის პატარა, ანუ დიდი არ არის. ნუ ცნობილია ხომ მძიმე იარაღი საერთოდ ნაკლები რყევა აქვს მძიმე იარაღს. ეს არ არის მძიმე იარაღი, რყევა ქონდა თითქმის ნული რა. აი როგორც M4-ის ვოლთ რაღაც მაგდაგვარი რყევა ქონდა. აჰა. აბა ეხლა გადავიდეთ, ეს მდინარეც აგვიდიდდა. აჰა. ოღონდ ისიც არ ვიცი საერთოდ მოხდა თუ არა რა. აბა ვნახო. მოდი ახლა სწორე მითხრა რა მე პატრონებ რა მარჯვნივ მიახო და ზემოთ ორი წყვი აქ მოხვა ერთი მოხდა აი აქ აი ამას კი ვხედავდი აი აქ უმიზნებდი აი ნახატირო აქ ამერიკან ტაქტიკა წერია აი თვითონ იარაღის ყუთია აი აქ უმიზნებდი ზუსტად მოხდა აქვს აი აქ ერთი აი აქ მოხდა სადღაც 5 სანტიმეტრი დაცილებული ხლა იარაღი ეს პირველად ვისროლე ნუ მისროლა უნდა იარაღს რა სერიოზულად გასასწორებელია ვანუ ეს აჩვენე რა ახალოდან სოკო ნახე წამოვიდა ნელა-ნელა ხეზე მოყრე ფილი სოკო შხამიანი არ არისო მაგრამ მაგას ნუ ენდობით რა თუ არა ცნობ არ შეჭამოთ აი როგორ გითხრათ ძალიან მაგრამ მომეწონა ბულკივით არის ამას უნდა ერთი 20 ტყვია კაი ადგილზე ჩაჯდომა და გასწორება მეტი არაფერი არ უნდა 3000 ლარი რა ვიცი ახლა ცოტა ფასი იკვინება მაგრამ თან ამერიკულია თვითონ წარმოება აწერე made in USA ანუ ამერიკაშია დამზადებული ხარისხიანი რაღაცა თუ მოკლელულიანი იარაღი იყვართ და თან კომპაქტური ეს იარაღი არის თქვენთვის ძალიან მომეწონა აი ხანდახან არის ხოლმე რომ მეღიმება რა ხო და მოვიცი თუ ესეთი გაქვთ გილოცავთ თუ არა გაქვთ სურვილი გაქვთ გეყიდოთ თოჯინასავით ლამაზი იარაღია უკან ხო კიდე რა უნდა მეთქვა უკან კონდახი საერთოდ არ არის დარეზინებული არც უნდა იმიტომ რომ კიდე ერთხელ ყევა არა ქონდა დაკიჭნილი არის აი შეხედეთ ანუ ხარზე რომ მიიდოთ ზედ არასრიალებს რა ანუ გასწორდება პირდაპირ ჩაუჯდები და ნაუ ეხლა აი ეს რაც არის დასაკეთის ამიზნეები საკმაოდ ის არის ამაზე რა კალიმატორებისა და ჯადოების დაყენება იარაღსაც დაამძიმებს ბალანსსაც დაუკარგავს პისტოლეტივით არის რა გზელულიანი პისტოლეტი დავამთავრთ ამის განხილვა კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე